მოგესალმებით, მე ვარ ეკა წულაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი. დღევანდელი ჩვენი თემა არის ვირტუალური მიკრობიტები და მისი დაპროგრამება. დღეს გაჩვენებთ, როგორ შევქმნათ მარტივი მიმატების კალკულატორი. ამისათვის გამოვიყენებთ Microsoft MakeCode-ის პლატფორმას. ვიდეო დაგეხმარებათ თუ ხართ მასწავლებელი ან მოსწავლე, რომელსაც სურს მხიარულად და მარტივად ასწავლოს და ისწავლოს კოდინგი. მაშინ ასე დავიწყოთ. მიკრობიტი არის პატარა მიკროკონტროლერი, რომელზეც განთავსებულია პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მას აქვს ლედგანათების დისპლეი, ორი პროგრამირებადი ღილაკი, შეგვიძლია დავაკავშიროთ ის კომპიუტერთან USB კაბელის საშუალებით ან დავაკავშიროთ Bluetooth-ით. დამატებითი ინფორმაცია მიკრობიტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე, რომელსაც დაგიტოვებთ აღწერაში. Microsoft MakeCode კი საშუალებას გვაძლევს ფერადი ბლოკების გადაადგილებით შევქმნათ პატარა პროექტები მიკრობიტებთან დაკავშირებით. ასე გამოიყურება ჩვენი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და თქვენი გაკეთებული პროექტები გამოჩნდება პლატფორმის აი ამ ნაწილში. აქ კი შეგვიძლია შევცვალოთ ენა. აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. მოდით შევქმნათ ახლა ახალი პროექტი, რომელიც არის ჩვენი კალკულატორი. პირველ რიგში დაგჭირდება ცვლადები, რომელსაც ვქმნით variable ჩანართიდან. ცვლადი 1, რიცხვი 1, ასევე რიცხვი 2 და ჯამი. როდესაც ვიწყებთ, ჩვენი ცვლადები რიცხვი 1 და რიცხვი 2 უნდა იყოს 0-ის ტოლი, ამიტომ ავიღებთ შესაბამის ბრძანებას, რომ გავხატოთ რიცხვი 1 და რიცხვი 2 0-ის ტოლი. ახლა გადავიდეთ ღილაკების დაპროგრამებაზე. Input menu-დან ავირჩიოთ, როდესაც ვაჭერთ A და B ღილაკს. On button, press down. როდესაც დაჭერილია A ღილაკზე, მაშინ ჩვენი ცვლადი რიცხვი 1 უნდა შეიცვალოს 1-ით. ასევე, რომ გამოგვიჩნდეს ჩვენს ეკრანზე რიცხვი 1, show number ბრძანება უნდა გადმოვიტანოთ. ჩავსვათ მასში რიცხვი 1. აღილაკის შემთხვევაში შეგვიძლია დავადუბლიროთ, რომ გაგვიმარტივდეს B ღილაკთან და რიცხვ 2-თან დაკავშირებული ბრძანებების გაწერა. აქ შეგვიძლია შევცვალოთ რიცხვი 2 და ასევე რიცხვი 2. ახლა დავწეროთ პროგრამა A + B-ისთვის, ჯამისთვის. ჩვენი შექმნილი ცვლადი, ჯამი, მივანიჭოთ მას Main menu-დან რიცხვი 1 პლუს რიცხვი 2. ამოგვიხდა. და ასევე show ღილაკი. გაშვების შემთხვევაში ვირტუალურ მიკრობიტზე გამოგვიჩნდება A + B ღილაკი, რეალურ მიკრობიტებთან დაკავშირებით კი ეს ნიშნავს A და B ღილაკზე ერთდროულად დაჭერას. ბოლო ნაბიჯია კალკულატორის განვლება. თუ გვინდა რომ კალკულატორი 0-დან დავიწყოთ, ვიყენებთ one shake blocks და ყველა ცვლას ვაბრუნებთ 0-ზე. ცვლადი 1 0. რიცხვი 2-იც 0, ასევე ჯამიც უნდა გავანვლოთ და ამავე დროს გავასუფთავოთ ჩვენი ეკრანი. ეს მოქმედება სრულდება ვირტუალურ მიკრობიტზე shake ღილაკზე დაჭერით, ხოლო რეალურ მიკრობიტზე თვითონ მიკრობიტის შერხევით.
ახლა დავიწყოთ ჩვენი პროექტის ტესტირება. აღილაკზე დაჭერით. ორჯერ დავაჭიროთ აღილაკს, გამოჩნდა რიცხვი 2, ბეღილაკზე დავაჭიროთ 3ჯერ და A+ ბეღილაკზე გამოჩნდა ჩვენი რიცხვი 5. შეიქმილაკზე დაჭერით კი პროცესი განახლდება და ხელახლა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ჩვენი შექმნილი პროექტები ინახება პლატფორმაზე, ჩვენ შეგვიძლია ის ჩამოვტვირთოთ კომპიუტერში, download-ზე დაწყაბებით. შეგვიძლია ასევე დავაწყვილოთ რეალურ მიკრობიტთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გადმოწერა გვსურს. Save და ჩვენი პროექტიც ჩამოიტვირთა. ახლა გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია ჩამოტვირთული ფაილის ისევ ატვირთვა და პროექტად გახსნა. ამისათვის ვირჩევთ import ღილაკს. ვირჩევთ ჩვენს შენახულ ფაილს. Go ahead. და გაიხსნება ჩვენი ჩამოტვირთული პროექტი და შეგვიძლია უკვე აქ ცვლილებები განახორციელოთ ან გავუშვათ ხელახლა. დღეს შევქმნით მარტივი მიმატების კალკულატორი, მსგავსი პრინციპით შეგიძლიათ სხვა მოქმედებების დამატებაც, გისურვებთ წარმატებებს და ყველა საჭირო ლინკს დაგიტოვებთ აღწერაში.